ჩვენ ეკასთან უნდა გადავინაცვლოთ, ის დღეს განსაკუთრებულად საახალწლო განწყობას შეუქმნის ჩვენ მაყურებელს. ალბათ გონიათ, რომ სოფლიო სიახლეები უნდა გაგაცნოთ, მაგრამ ძალიან ტყუილად გონიათ, იმიტომ რომ ის დღეს სტუმართან ერთად არის თაკო ბაქრაძეა, მისი სტუმარი. უფრო კარგად თვითონ გვეტყვის ყველაფერს. თავარი ის არის, რომ ხელები უნდა მოამზადოთ, იმიტომ რომ საახალწლო სათამაშოებს ამზადებს ძალიან ლამაზია. მართალია. დილამშვიდობის ეკა კიდევ ერთხელ. დილამშვიდობის. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მაკო, დილამშვიდობის თაკო. თაკო ბაქრაძეა ჩვენი სტუმარი, რომელიც არის მხატვარ ილუსტრატორი და მაკო არ გვეყოფა მხოლოდ და მხოლოდ მარჯვე ხელები, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს აი ესეთი ხის ფირფიტა, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან ლამაზად არის გამოჭრილი. თაკო აქ საი რა ფორმა შეიძლება გამოვიდეს? ბიჭუნა მე მგონი. მომლოცველი ბიჭუნა ანგელოზ. თუ არ შეგიძლიათ ასეთი რთული ფორმის გამოჭრა, სახლის პირობებში შეიძლება ხის ფირფიტისგან გამოჭრათ ვარსკვლავი ან მარტივი ნაძვის ხე, დაგჭირდებათ ასევე ფუნჯი, სასურველია რომ იყოს პატარა, რომ უკეთესად შევასრულოთ გამოსახულებები, დაგჭირდება წყალი, გუაში, რა თქმა უნდა, მარჯვე ხელები, ნიჭი და ფანტაზია. საახალწლოდ. თაკო, დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხარ, გადმოგილოცავ შენს ნივთებზე ინვენტარს, რათა შემდგომში უკვე ჩვენ მაყურებელსაც ასწავლო როგორ უნდა შევასრულოთ მარტივი და ძალიან ლამაზი საახალწლო სათამაშოები. თაკო არის მხატვარი ილუსტრატორი, რომელიც სხვადასხვა გამომცემლობასთან თანამშრომლობს და მან თქვენთვის საჩვენებლად ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი მოგვიტანა, რომელიც არის მისი გაფორმებული. მინდა რომ გაჩვენოთ. თაკო, საახალწლო სათამაშოებისგან განსხვავებით, აქ უფრო მუქი ფერები გაქვს გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საბავშვო წიგნი. გასაგებია, რომ ეს შენი გადაწყვეტა, თუმცა როგორ იქნება ილუსტრაციები? აქცევთ თუ არა ყურადღებას ბავშვის განწყობას, მათ გემოვნებას, რომელი ფერი უფრო აღქმადია ილუსტრაციის შექმნის შემთხვევაში? მოგესალმებით. ანუ ამ კონკრეტ ისე მუქი ფერები გაქვს გამოყენებული, არავის უთქვამს. აი, ამ სათამაშოებთან შედარებით? ხო. ნუ ბარონ მიუნჰაუზენზეა საუბარი და შესაბამისად. მოკლედ, რადგანაც ეს წიგნი არის მაინც რაღაც გარკვეული ეპოქის ადამიანზე, ამის გამო მჭირდებოდა კოსტიუმები, თქვათ, იმ ადამიანის რაღაც, აი როგორი ულვაშები აქვს ამისთვის, ყავდა პროტოტიპი, რომელიც არის ჩემი მეგობრის მამა, ლეონ ხარანაული და მიუხედავად იმისა, რომ ეს ბარონი არ არის ქართველი, ძალიან ქართული ტიპაჟი შეიქმნა ქართველი ბავშვებისთვის. თავადური და რაღაც ისეთი. ძალიან საინტერესოა. თაკო, რატომ გადაწყვიტე, რომ ნაძვის ხის სათამაშოები შეგექმნა? პრინციპში ტენდენციური გახდა და არ ხარ პირველი. მარტო ჩვენ სტუდიაში სტუმრად უკვე ამ საახალწლოდ რამდენიმე ადამიანი გვყავდა, რომელიც საახალწლო სათამაშოებს ამზადებს. და რატომ მაინც და მაინც ხე? ერთი ალბათ იმიტომ, რომ ცხვარს უყვარს ხეო ამბობენ და თან ეკოლოგიურად სუფთაა მასალა, რომელსაც გამოიყენებს და ხე განსაკუთრებულად. ანუ მაგაზე არ მიფიქრია ცხვარს რა უყვარს, მაგრამ მეგობრებმა შემიკვეთეს, უცხოეთში მიდიოდნენ, ჩვენ ასევე სხვა მეგობართან, საახალწლოდ სტუმრად და ანუ მე რაღაც ბევრმა შემიკვეთა და მე უფრო დიდი ის გავაკეთე და მე მეგობარმა გამიკეთა Facebook-ის გვერდი, სადაც დაიდო ეს ჩემი ნამუშევრები და ნუ იმდენი აღმოჩნდა მსურველი, რომ რაოდენობა გავზარდე, ასე ვთქვათ. წელს საახალწლოდ გამოიფინა თუ არა თქვენი ნამუშევრები სადმე და აპირებთ თუ არა რაღაცა გაყიდოთ ნამუშევრები, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მოსწონს ხალხს ასეთი ტიპის სათამაშოები. მე მგონი მოდაში შემოვიდა ნაძვის ხის ამ სათამაშოებით მორთვა და არატიპიური ბურთებით და როგორ ხდება რეალიზება ამ სათამაშოების მიწოდება ოჯახებამდე. ანუ იქიდან გამომდინარე, მე ვარ აი ძალიან უნიჭო ამ რეალიზებაში და ასე შემდეგ. ჩემო მეგობარმა გამიკეთა Facebook-ის გვერდი, სადაც ატვირთა ჩემი ნამუშევრები და მას მერე წამოვიდა რაღაც აი არც ველოდი ესეც რეაქცია შეკვეთაზე და რაღაც აი ძალიან ცოტა წამოვიღე აქ, იმიტომ რომ რეალურად სახში არაფერი აღარ მაქვს. ძალიან დიდ რაღაც შეკვეთებს მან მიკვეთავენ და ანუ ის რაღაცები მე მიდის ან მაღაზიებში, ან ვიღაც კერძო პირთან
ძალიან საინტერესოა ის, რომ სახალხო სათამაშოზეც კი თქვენი ნამუშევარი არის შესრულებული საკმაოდ იუველირულად და მინანქარს ამზადებთ, მინანქრის ტექნოლოგიაში მუშაობთ და როგორ ფიქრობთ, აი რამდენად რთულია მხატვრისთვის, რომელიც თქვათ მინანქარზე მუშაობს, შემდეგ ასეთი სათამაშოები დაამზადოს. მე ვგულისხმობ, იცით რას, რომ ხშირად ფერმწერები და ისეთი ოსტატები, რომელიც სხვა სფეროში მუშაობენ, ერიდებიან ხოლმე ასეთი ტიპის ნივთების შექმნას და მე მგონი არ არის სწორი, ხო, ეს მიდგომა. არა, რაც სახალისო და მხიარულია, ძალიან კარგია, იმიტომ რომ კარგ განწყობას ქმნის ყველაფრის შექმნა, ძალიან კარგია. არ ვიცი, მე მგონი ვინც მინანქარზე მუშაობს, ძალიან გაუადვილდება და ვინც ქსოვს. ძალიან გაუადვილდება ამ ნაძვისხის სათამაშოების გაკეთება, იმიტომ რომ მოითხოვს რაღაც მოთმინებით და რაღაც იმით აღჭურვას, რომ რაღაც დეტალური რაღაც პატარა ისინი შეასრულო ისე იუველირული სიზუსტით, როგორც თქვით. ანუ დიდი შრომა ჭირდება ამ პატარა ნაძვისხის სათამაშოსაც კი და თუ შეიძლება რომ დღეს ჩვენთვის მოინდომოთ და მხოლოდ რამდენიმე წუთში დავიწყოთ ნამუშევრის გაკეთება და უკვე მეორე ჩართვაში ჩვენ შევძლებთ რომ დასრულებული ნამუშევარი ვაჩვენოთ და ჩვენ მტრედი გვყავს, მე მგონი მშვიდობის მტრედი და ბიჭუნა, რომელს თუ მოვასწარი ორივეს, ბიჭუნას დავიწყებ. მაყურებელს რომ ავუხსნათ, რა სახებავს იყენებ და როგორ იწყებ მოხატვას? საიდან ჯობია რომ დაიწყოს მოხატვა? აი მე როგორც მივხვდი, აკეთებ სახელოს, საყელოს, ანუ ამარტივებ ალბათ ყოფ ნამუშევარს, რომ შემდეგ მოხატვა გახდეს ადვილი. თუ შეიძლება რომ რაღაცა ხედი ასვლა რომ ვასწავლოთ. ანუ ყველა ნამუშევარს ესე არ ვაკეთებ, ანუ გააჩნია, ანუ ამ კონკრეტულზე ესე გადავწყვიტე უბრალოდ, ანუ ორს ერთნაირად რადგანაც არ ვაკეთებ, ამის გამო ყველას ვიწყებ ხოლმე სხვადასხვანაირად, ანუ როგორ განწყობაზეც ხართ, როგორც უფრო გეხალისებათ, რის მოხატვაც გსურთ, შეგიძლიათ რომ ის ყველაფერი მოხატოთ და მერე შეგიძლიათ ზემოდან რომ გააფორმოთ სხვადასხვა რამით, რომელსაც მე დღეს ერთ მეთოდს გასწავლით და თქვენ შეგიძლიათ რომ გაამრავალფეროვნოთ და თქვენი ფანტაზიით უფრო გაუმჯობესოთ კიდეც. საკმაოდ კარგად აისახება გუაშის, ეს არ არის გუაში, ხო? ესეც გუაშია, მაგრამ ვერცხლისფერი გუაში. რაღაც ახალწლო განწყობას უხდება ეს ბრჭყვიალები და ჩვენ სტუდიასაც ძალიან უხდება. მაყურებელს დროებით დავემშვიდობებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვემშვიდობებით თაკოსაც. ის ჩვენთან სტუდიაში დარჩება და რა თქმა უნდა თქვენთვის გააგრძელებს ახალწლო სათამაშოს შექმნას. ჩვენ მეორე ჩართვაში ისევ შემოგიერთდებით, კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემთ და უკვე დასრულებულ შედეგსაც გაჩვენებთ. ნახოთ სამუშაო პროცესი როგორ დასრულდა ჩვენ ნაძვისხეს შეემატება კიდევ ერთი არა, მე მგონი ორი ლამაზი სათამაშო, რომელიც თავისი ხელით დაამზადა, სხვათა შორის არა მარტო თაკომ, არამედ დეკამაც მე მგონი. კი, მაკო, მეც ვცდილობ რომ გავიმეორო თაკოს მოქმედებები და ნაძვისხის სათამაშო დავამზადო ხის ფაქტურაზე. მაყურებელს ალბათ გაუკვირდება მართლა როგორ აღმოჩნდი სტუდიის ყველა ნაწილში დღის განმავლობაში, თუმცა გეტყვით რომ ეს საჭირო იყო, რადგან ძალიან საინტერესო სტუმრები ემზადებიან სცენაზე, რათა თქვენ საახალწლო განწყობა შეგიქმნან. მაკო, მოგწონს ჩემი მტრედი? ძალიან მოგწონს და მე უნდა მეკითხა, გამოტყდი თავიდან ბოლომდე შენი ხელით დაამზადე თუ დაგეხმარა თაკო? აი თაკოს ვკითხეთ. აბსოლუტურად ჩემი დამზადებულია და გეტყვით სანამ თაკოსთან კითხვებით გადავალ, როგორ დავამზადე. ძალიან ლამაზია გულწრფელად. პატარა მტრედს წავუსვი ვერცხლისფერი გუაში, შემდეგ ბრჭყვიალა ვერცხლისფერი ფხვნილი დავაყარე, რომელიც შეინარჩუნა ჯერ კიდევ წებოვანმა გუაშმა და შემდეგ უკვე თაკოს რჩევა იყო, რომ მტრედი თეთრი წერტილებით ფრთებისა და კუდის ადგილებში მომერთო და ჩემი აზრით აღარ გადავტვირთავ უფრო მეტად და დავასრულებ ამ კომპოზიციას და თაკოს მინდა ვკითხო, როგორი გამომივიდა და სხვა რამეს გააკეთებდი თუ არა შენ ამ მტრედის შემთხვევაში. ანუ ბევრი რამის გაკეთების საშუალებას იძლევა, სხვადასხვანაირად შეიძლება რომ გააკეთო.
მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან კარგი ის იყო გადაწყვეტა. ძალიან დიდი მადლობა შენი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ რომ ჩვენთან სტუმრად არის მხატვარ ილუსტრატორი თაკო გვარაძე, რომელიც ახალწლო დღეებს განსაკუთრებული ხალისით ატარებს ის ბავშვებისთვის, არა მხოლოდ ბავშვებისთვის ქმნის საახალწლო ნაძვისხის სათამაშოებს, ძირითადად ხეზე იყენებს გუაშს, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს და თაკო მოგვიყევი რა გაგვიკეთე დღეს ექსკლუზიურად ჩვენთვის GTS დილაში. დღეს გაგიკეთეთ შობის მახარობელი ანგელოზი, რომელსაც ხელში ციმციმა ვარსკვლავი აქვს. ეხლავე გავუკეთებ საკითხსაც, განახებთ. აი ასეთი გამოვიდა. თუ შეიძლება თქვენი ნამუშევრების შეძენა სად როგორ დარწმუნებული ვარ მაყურებელს დააინტერესებდა, სად შეიძლება ამ ულამაზესი ბიჭუნას შეძენა, რომელსაც ხელში ციმციმა უჭირავს. Facebook-ზე მაქვს გვერდი, რომელსაც ქვია ნაძვისხის სათამაშოები ქართული შრიფტით, სადაც მიკავშირდებიან ვისაც მოეწონება და მოუნდება შეძენა და მე იქიდან ხდება ჩვენი დაკონტაქტება და მე უკვე შეძენა. ძალიან საინტერესოა რომ ხის ფაქტურა შენერჩუნებულია ამ შემთხვევაში, რატომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად რატომ არ არის დაფარული ფიგურა? ალბათ უფრო მეტ რაღაც გამჭვირვალობას და ჰაეროვნებას ძენს და რაღაც სიმსუბუქეს, რომელიც რაღაც ალბათ უხდება ესეთ ანგელოს. აი ეს ორი ნამუშევარი რომ შეაფასოთ ტექნიკა რა თქმა უნდა განსხვავებულია, თუმცა მე შევეცადე რომ მაინც მეჩვენებინა თქვენთვის ის რომ თავარია მონდომება და აუცილებლად თქვენც შეძლებთ დაამზადოთ ასეთი თუ არა უკეთესი ნაძვისხის სათამაშო. მაინც არ არის სავალდებულო რომ იყო მხატვარ ილუსტრატორი და ნაძვისხის სათამაშოების შემქმნელი. თაკოს დიდი მადლობა უნდა ვუთხრე სტუდიაში მობრძანებისთვის. არაფერი გავაკეთეთ მხოლოდ ორი სათამაშო, მაგრამ მაყურებელს ალბათ საახალწლო განწყობა შეუქმენით.